აბასთუმნის ცის დაკეტვასთან, აბასთუმნის თავზე კოსმოსის ღმერთის ჩათვლით, ვერთამდე ირმის ნახტომამდე ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით დიდი ამბავი ატეხილი მეთქი ამას თუ ვიტყვი ოდნავ გადაჭარბებული იქნება. მეგონა, გულახდილად გეტყვით, რომ რადიო თავისუფლების ამ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი აიტაცებდა ამ თემას, მეტი ადამიანი გაამახვილებდა ამ თემაზე ყურადღებას, პოლიტიკოსები ცალკე ელაპარაკებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სხვები და სხვები, აქტივისტები, აქტიური ადამიანები, მეგონა რომ პირდაპირ მნიშვნელობით ცხადი არა, მაგრამ დაამხობდნენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ყველაფერს თავზე, არის რეზონანსი განა არა, მაგრამ არც ისეთი ჯეროვანი, ვიტყვი ასე, როგორ რეაქციასაც, რეზონანსსაც მე პირადად ველოდი, მოველოდი. ამის მიუხედავად, რაი გარკვეული რეზონანსი არის და ბიზი და ივანიშვილს უკავშირებენ მოქალაქეები, მათ შორის მეც, აქტიური მოქალაქეები. ბიზი და ივანიშვილს უკავშირებენ ცის ჩაკეტვას, შესაბამისად ხოც პროპაგანდაც ჩაირთო და ხოც პროპაგანდის წარმომადგენლები ვინ არა, ჟურნალისტებად წოდებულები, პოლიტიკოსებად წოდებულები, მომხრეები ნამდვილი, მომხრეები არანამდვილი და ასე შემდეგ წერენ რომ საბოლოო ჯამში რა დააშავა ივანიშვილმა, ამას კი არ წერენ, არამედ წერენ რომ ბიზი და ივანიშვილმა ბევრი რამ გააკეთა ობსერვატორიისათვის, ობსერვატორიის მეცნიერთა, ზოგადად მეცნიერთა და განსაკუთრებით ობსერვატორიის მეცნიერთა მოთხოვნით ჩაიკეტა ცა და ბიზი და ივანიშვილმა ააყვავა აბასთუმანი ასეთ და ასეთ კურორტად აქცია, ასეთი და ასეთი კარგი ქველმოქმედი მეცენატი კაცია ბიზინა გრიგოლიძე ივანიშვილი, ეს ოლიგარქი კაცი, ჩვენი ოლიგაგებით და მათე ოლიგაგებით სულაც არა და დიდი ამბავი რომ ავტეხეთ ჩვენ ვართ უსამშობლოები, არამზადები, არაკაცები და ანუ ბევრი ეპითეტი გვესმის ჩვენი მისამართით ჩვენს გასაგონად და ჩვენი მიმართულებით თუ მისამართით. ოღონდ არც ერთი მათგანი, არც ერთი სახელისუფლო კომენტატორი, ვინც ამასთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს, არ პასუხობს მარტივ კითხვებს. გარდაუვალ აუცილებელი იყო თუ არა ცის ჩაკეტვაცა, არ ჩაკეტილა აბასთუმნის თავზე 2000 კვადრატულ კილომეტრზეა საუბარი. 2000 კვადრატული კილომეტრი თუ არ ვწდები, კი 2000 კვადრატულ კილომეტრზეა საუბარი, გარდაუვალ აუცილებელი იყო თუ არა ჩაკეტვა. 1922 წელს დაარსებული ობსერვატორია, რომელიც დაარსდა, მუშაობდა აქამდე, განა მუშაობდა კი ცუდად, მანამ სანამ მუშაობდა ჯეროვნად, ვიტყვი ასე. როდესაც ახალი ტელესკოპი შეიტანეს, ახალი აღჭურვილობა შეიტანეს ამ ობსერვატორიაში, ამდენადაც ხვდები ბიზი და ივანიშვილის და არა მხოლოდ ბიზი და ივანიშვილის თაოსნობით, ინიციატივით, შესაძლოა ფინანსებითაც. ამ ახალ ტელესკოპს აქვს თუ არა ამ ღრუბლებისა და თვითმფრინავების გამონაბოლქვის გაფანტვის შესაძლებლობა და თუ აქვს და თავისუფლების სტატიაში, რადიო თავისუფლების სტატიაში სწორედ ეს არის აღნიშნული, ამ შემთხვევაში რა გარდაუვალი აუცილებლობა იყო ცის ჩაკეტვისა აბასთუმნის და უფრო ფართოდ თავზე. ანუ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ივანიშვილი რამდენად კარგი მეცენატი, რამდენად კარგად აღორძინა აბასთუმანი, რამდენად კარგ კურორტად აქცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბიზი და ივანიშვილზე ამ კუთხით არ ვჩერდით. ჩვენ ვლაპარაკობთ გარდაუვალ აუცილებელი იყო თუ არა ცის ჩაკეტვა. ცის ჩაკეტვას კი აქვს, როგორც სტატიიდან ირკვევა და სტატიის ანონიმური წყაროები უდასტურებენ ავტორს, აქვს რამდენიმე სერიოზული პრობლემა. პირველი, თვითმფრინავები ვერ შეფრინდებიან, რამე უნდა გაჩვენოთ. ეს არის ჩავთვალოთ თვითმფრინავი. ეს არის კავკასიონის ქედი. კავკასიონის ქედისკენ იძულებით ინაცვლებენ თვითმფრინავები, რაც შეცდომის დაშვე პილოტების და დისპეჩერების მხრიდან შეცდომის დაშვების ალბათობას ზრდის, იმიტომ რომ იქ ბუნებრივი ბარიერია, თაგორიანი სისტემაა. ასეთ ლანდშაფტში არსებობს საქართველო. ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა. აი ამ ხელა ცის და თან უსასრულოდ ცის ჩაკეტვის გამო შეექმნება თუ არა პრობლემები თვითმფრინავებს, იცით თქვენ რომ დაახლოებით 850-1000 თვითმფრინავი გადაფრინდებოდა ხოლმე, მიფრინავს ხოლმე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ, განსაკუთრებით ეს ტასა დატვირთულია ეს სივრცე
რომელსაც შესაბამისი კოდიც აქვს. დატვირთულია უკრაინის ცის ჩაკეტვის, ირანში გარკვეული პრობლემების, ირანის თავზე, ირანის ცაში გარკვეული პრობლემების არსებობის გამო უალტერნატივო მარშრუტია და გადაიწევს თუ არა უფრო იქით მარშრუტები, რამდენადაც ამდენი ობსერვატორიის მოთხოვნით, ოფიციალურად ასეა, ობსერვატორიის მეცნიერთა მოთხოვნით საჩაიკეტა აბასთუმნის თავზე უსასრულოდ, ესე წერია, მე არ ვიგონებ, ღმერთამდე მეთქი ასე დავარქვი, არ არის კოსმოსამდე, იმის ნახტომის ჩათვლით, რამდენადაც ჩაიკეტა აბასთუმნის თავზე და არა მხოლოდ. გარდაუვალი აუცილებლობა იყო თუ არა, სხვა რომელიმე ობიექტი საქართველოში ასეთი დაცული არის თუ არა, სამხედრო ობიექტები გვაქვს ჩვენ, საიდუმლო ობიექტები გვაქვს ჩვენ, სამთავრობო უწყებები გვაქვს ჩვენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დაცული არის თუ არა, რაღა მაინც და მაინც აბასთუმნის ობსერვატორიის დაცვა, ობსერვატორიის თავზე ცის დაცვა იყო, ცის ჩაკეტვა იყო აუცილებელი. კიდევ ერთი კითხვა, მე მესმის რომ ივანიშვილი კარგი მეცენატია, ეს გავიგეთ. მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ. სხვა რომელიმე მსოფლიო დონის ობსერვატორია ასეა საჩაკეტილი? სადაც არის ევროპაში, შვეიცარიაში, ევროპაში, იტალიაში, ევროპაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ავსტრიაში. სადაც არის ეს ობსერვატორიები, სხვათა შორის გაცილებით უკეთესი თუ ჩვენში ვიტყვით და არ გავამხელთ ამას. ხშირ შემთხვევაში გაცილებით უკეთესი ხარისხის, მასშტაბის ობსერვატორიები. იქაც ასეა დაცული ეს ობსერვატორიები, იქაც ჩაკეტილია მათ თავზეც თუ თანაც ცხოვრობს ავიაცია და ობსერვატორია. მე არ ვლაპარაკობ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რამდენად ააღორძინა ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის ობსერვატორია და არ კურორტი აბასთუმანი. ამაზე არ ვსაუბრობ. მესმის რომ ბევრი ინვესტიცია განახორციელა, არ ვკამათობთ ამასთან დაკავშირებით. კარგი იქნა, არ ვიწუნებთ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ჩადენილ გადადგმულ ნაბიჯებს. არ ვიწუნებთ, ვიწონებთ თუნდაც. მაგრამ კითხვა გვაქვს, გარდაულად აუცილებელი იყო? კარგი, თუ გარდაულად აუცილებელი იყო, მისი ჯეტები, ერთფრენები რატო იფრენენ? იქ დამთავრების ადგილებაში ამგვარი რამ წერია, რომ ეს არ ეხება იმ ჯეტებს, რომლებიც აბასთუმნიდან მიფრინავენ, ან აბასთუმანში მოფრინავენ და ცხადი არ იგულისხმება აბასთუმნის რომელიმე მკვიდრი, რომელსაც ბუნებრივია საკუთარი აეროდრომი, ვერტფრენების აეროდრომი, მისაღები აეროდრომი არ აქვს. იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთადერთია ყოველ შემთხვევაში აბასთუმანში და ალბათ ქვეყანაშიც, მცირე გამონაკლისი შეიძლება არის, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ეგ იქნება ცალკეული სასტუმროების რაღაც ფლობელები და ასე შემდეგ, ვისაც კერძო აეროდრომები აქვს და ბიძინა ივანიშვილის აეროდრომზე მიფრენა შეიძლება. ამ შემთხვევაში არ უშლის აბასთუმნის ობსერვატორიას ხელს ეს მიფრენა ჯეტისა ბიძინა ივანიშვილის ვერტფრენისა ან გამოფრენა ბიძინა ივანიშვილის ვერტფრენისა ან მისი სტუმრებისა, ვინც მაინც და მაინც ასე უნდა მივიდეს ბიძინა ივანიშვილთან და არა საავტომობილო გზით. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ალბათ მაინც არის ეს, რომ უსაფრთხოება რამდენად არის უზრუნველყოფილი. იქ რადიო თავისუფლების წყაროები ადასტურებენ და ამბობენ იმას, რომ ადამიანური შეცდომის დაშვების ალბათობა იზრდება მათ შორის დისპეჩერების მხრიდან. ძვირდება თუ არა გადაადგილება, გადაფრენები. აქ მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი თბილისი და რა აფრინდა და რა მიფრინავს ვენაში. ამაზე არ ვლაპარაკობთ. მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ მათ შორის საერთაშორისო გადაფრენებზე. ძვირდება თუ არა ვინ აგებს? რატომ არის ეს ახირებულობა? თუ გნებავთ ვიტყვი რომ ობსერვატორიის მეცნიერებისა, ობსერვატორიის ხელმძღვანელებისა, მეცნიერებისა ზოგადად. ჩვენ გვაქვს ეჭვი და სამართლიანი ეჭვია დაბეთანხმეთ, რომ ობსერვატორიის ხელმძღვანელებს ამგვარი წერილი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ აბასთუმნის თავზე ჩაკეტილიყო და აწერინა, თხოვა და დააწერინა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ჩემეული დასკვნით უფრთხის ნებისმიერ ფრინავ საშუალებას, რომელიც გადაფრინდება აბასთუმნის თავზე და უფრო ფართოდ უფრთხის, იმიტომ რომ გონია ფობიებით შეპყრობილ კაცს, რომ ის რაღაცა თვითფრინავი თუ გადაფრინდება მაინც და მაინც, სამოქალაქო თვითმფრინავმა როგორ უნდა დააზიანოს სიმართლე გითხრათ არ ვიცი,
ან სატვირთო თვითმფრინავ, მაგრამ თუ რამ თვითმფრინავი გადაფრინდება, ის თვითმფრინავი დაბომბავს მის რეზიდენციას. კიდევ ერთხელ გუშინაც ვთქვი, დავარწმუნო მინდა რომ არ დაგბომბავენ. არ არის ამის საჭიროება. არ ხართ თქვენ ასადი, არ ხართ თქვენ კადაფი, არ ხართ თქვენ მადურო, არ ხართ თქვენ ალი ხამინეი, არა ხართ თქვენ. არც მაგ მასშტაბისა ხართ. როგორებიც იყვნენ, თუ არიან ახსენებული პირები, ასადი, ცოცხალია. და არც ასეთი საჭიროება დგას თქვენთან მიმართებაში. თქვენ გარწმუნებთ, ბატონო ივანიშვილო, რომ კადაფისთან მიმართებაში ბევრად დემოკრატი გგონი ხართ, აი ხო წარმოგუდგენელია ჩემგან ამის გონება თითქოს, მაგრამ ბევრად დემოკრატი გგონი ხართ სოფლიო თანამეგობრობას, სოფლიო თანამეგობრობის ლიდერებს, ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მას რიგაღარი გეშინიათ. თუ დრონების შემოფრენაზეა საუბარი, ასაც ბესასტიკად მეწინააღმდეგები აქვე გეტყვით. თუ დრონების შემოფრენაზეა საუბარი, დრონებს ყოველგვარი რაღაცის ჩაკეტვა არ შეუშლის ხელს. თუ მაინც და მაინც, არ ვიცი ვისი სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამის საჭიროებაც არ არის. სოფლიო თანამეგობრობისათვის, ან ნებისმიერი ქვეყნისათვის აღარ დავასახელებ, ეს საჭიროება არ არის. ჩვენ აგი rilsშიც თქვი, თუ არ ვწდები Facebook-ის rilsში თქვი, რომ თქვენი განადგურება, კი არა, თქვენი დამარცხება გვინდა პოლიტიკურ ან ფართო გაგებით პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჭადრაკს არ თამაშობთ, თქვენ თამაშობთ კრივს. თქვენ მოკრივე ხართ, თქვენ ვნაყავთ, ჩხუბობთ, გვეჩხუბებით, გვასისხლიანებთ, გვწემთ, გვანადგურებთ, გვიჭერთ, რა ვიცი, დახრეტის გარდა ყველაფერს უკეთებთ ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. ამიტომ ეს ფიქრი იმის თაობაზე, რომ თქვენი ფიქრი, ბიზნე ივანიშვილის ფიქრი, რომ ვინმე თავს დაესხება ციდან კოსმოსიდან ივანიშვილს, ნუ ფობიაა და მეტი არაფერი. თუ სხვა რამ მიზეზია, ესეც სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის ჩემი აზრით და ობიექტურად ასასია ობსერვატორიის მეცნიერების ბიზნე ივანიშვილის მორჩილი მეცნიერების ინიციატივა ცის დახურვის თაობაზე. და კვლავ ვიმეორებ. ეს პროპაგანდა რო ჩაირთო, რომ ვიძინამ, ნახეთ, რამდენი კურორტი ააშთურა, კარგად ააშენა ეს კურორტი, რამდენი სასტუმროს გაკეთებას აპირებს, იქ უგულავა თემური აპირებს, იქ პაპაშვილი აპირებს, ნამყოფი ვარ მოსწონს. ბევრი საგარ განსხვავებით. უგულავა თემური აპირებს, ანუ რუმსის გაკეთებას თუ სტამბის, პაპაშვილი აპირებს, კიდევ მეგონი ერთი ინვესტიცია კიდევ ხორციელდება. იქ ერთი სასტუმრო უკვე არსებობს, იმ სასტუმროს ხელმძღვანელი არის ცნობილი გვარსახელით კაცი თენგიზ აბულაძე, რომელსაც მე შორიდან ძალიან ვიცნობ და რომელიც გულმტკივანი კაცია თავისი ოჯახური ტრაგედიებით, მე მას აქედან უთვლი კითხვას არა იმდენად, შეიძლება ის გამიხსენოს ამდენად პატივისცემას უდასტურებ. დამოუკიდებლად იმის ხვაშვის როგორი პოლიტიკური შეხედულებები და მსოფლმხედველობა აქვს მას, ალბათ მაინც ჩემი მოსაზრებით მაინც ბიზნე ივანიშვილის მომხრეა, მაგრამ ამის მიუხედავად იმდენად ტკივილიანი კაცია, რაც ვიცი მის თაობაზე, მის შესახებ, რომ მე არ მაქვს სხვა არაფრის უფლება გარდა იმისა, რომ პატივისცემა დაუდასტურო. ერთ სასტუმრო არის, პატარა სასტუმროა ის. არც თუ დიდი, მაგრამ ერთადერთი გასაჩივრებელი ნამდვილად ხვდები ახლა. ბიზნე ივანიშვილს გარკვეული ინვესტიციები განხორციელებული აქვს უკვე, თუმცა გზა, როცა მე ვიყავი ამ 3 წლის წინ ზაფხულში, გზა ძალიან რთულად მიდიოდა საავტომობილო გზას გულისხმობ. მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვი. არა ვითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ხარისხის ინვესტორია თუ რა ხარისხის ქველმოქმედია ბიზნე ივანიშვილი, რა გააკეთა ობსერვატორიისთვის, უშუალოდ აბასტუმრისთვის, ამდენად კარგ კურორტად გარდაქმნის, თუ უკვე გარდაქმნა, ეგრეთ წყალტუბოც უნდა გარდაექმნა. და რა მგონია რომ გარდაქმნას, მაგრამ თუ გარდაქმნის მივესალმებით ცხადია. ჩვენ ვლაპარაკობთ გარდაუვალ აუცილებლობაზე აბასტუმრის თავზე და უფრო ფართოდ თასის ჩაკეტვის თაობაზე. რაში სჭირდება ბიზნე ივანიშვილს ეს და რამდენად უსაფრთხოა ეს ჩვენთვის, ჩვენ მოქალაქეებისთვის, გზავრებისთვის, რომლებიც სამგზავრო თვითმფრინავებით გადაადგილდებიან, გზავრობენ საქართველოს რომელიმე 3 ქალაქიდან, ორი ერთი აღმოსავლეთ საქართველოში და ორი კი დასავლეთ საქართველოში, თბილისიდან, ანუ ქუთაისიდან და ბათუმიდან, ამა თუ იმ მიმართულებით, რომლებსაც უნდა გადაეკვეთათ ეს საჰაერო სივრცე აბასტუმრის თავზე არსებული საჰაერო სივრცე. არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ დისპეჩერმა დაუშვა შეცდომები. სხვაგან სად არის ანალოგიური მსგავსი ანალოგები, მსგავსი სახით ცის ჩაკეტვები, რომელი ობსერვატორიის თავზე.
რას გავს ეს ყველაფერი? რამდენად დიდ შემოსავალს კარგავს საქართველოს ბიუჯეტი? კომპანიები რამდენად სერიოზულ შემოსავალს კარგავენ ამის შედეგად? სხვა რომელიმე ობიექტი დაცული არის თუ არა? რატომ არ არის საჩაკეტილი ბიზი და ივანიშვილის ჯეტებისთვის? რატომ იყო საჭირო ესეთი დიდი ფართობის ჩაკეტვა მაინც და მაინც? ეს ობსერვატორია და ამ ობსერვატორიის ტელესკოპი არის თუ არა ისეთი, რომელსაც სულაც აღარ სჭირდება მაინც და მაინც ის ჩაკეტვა, იმიტომ რომ გამონაბოლქვი გაიფანტოს. აქვს თუ არა ფილტრი მას, სწორი ტერმინია მგონი. და ასე შემდეგ. ასე რომ ვაივიში, რომელიც ატეხილი აქვს პროპაგანდას, სულ ამაოა, ქარიშხალი აქვს ატეხილი ჭიქაში. ბნელ ოთახში ეძებენ კატას, კიდე როგორი ტერმინები არსებობს, სიტყვები წინააღმდეგები. არ ვიცი. ჩვენ ვლაპარაკობთ არა ქველმოქმედ, არამედ საქართველოს მმართველ ბიზი და ივანიშვილზე, რეალურ მმართველ ბიზი და ივანიშვილზე, რომელმაც მიაღებინა გადაწყვეტილება, უკარნახა ობსერვატორიას, ესეთი წერილი დაწერეთ, ასეთი წერილი ფორმალურად მიმართეთ საქართველოს მთავრობას მე ვეთქვი, რომ საჩაიკეტესო. შესაბამისად 2-3 წლიანი პერიპეტიების შემდეგ მივიდნენ და საჩაკეტეს. ეს არის და ეს. რის შედეგადაც გართულდება საჰაერო ნავიგაცია, გართულდება თვითმფრინავების გადაადგილება, იქნება მეტი პრობლემები თვითმფრინავებისთვის, მათ შორის ეგრეთ წოდებული საცობები და ასე შემდეგ. არის თუ არა ხმელეთინო ბიზი და ივანიშვილმა მიისაკუთრა შპს ბიზი და ივანიშვილი და კომპანია აქცია ხმელეთი საქართველოს მიწა წყალი ეს გასაგებია. რომ მიისაკუთრა შავი ზღვის ნაწილიც ესეც გასაგებია. გავიგეროთ საკუდად არ მიაჩნია დედამიწა ქალამნად, ახლა ცის ოკუპაციასაც აკეთებს. რა ვიცი, კვლავ ვიმეორებ ბიზი და ივანიშვილი არ დამოწყდეს ეს ვიდეო ბლოგშიც კი არა რილსშიც თქვი, მაგრამ ბიზი და ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და ამასობაში ასანთის ღერი უჭირავს, რა შეიძლება სრულ კატასტროფაში აღმოგვაჩინოს ამ კაცმა თავისი ახირებების გამო. ნახვამდის.